ცოტა შორიდან დავიწყოთ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მათ შორის აფხაზებმა, აი სულ 80,000 იყვნენ. ამ 80,000-დან უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას თავკაცობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. იცით ეს ყველაფერი თქვენ, რა საკვირველია, იცით, მაგრამ მე გახსენებთ, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ალბათ არ გაგიკვირდებათ მეორე მხრივ, რატომ უნდა გაგიკვირდეთ? შალვა პაპუაშვილამდე, ანუ ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთ კი ეწყინება მას, კი შეიძლება სკრინვისა და სკროლვისა და რაღაც მონიტორინგისა და რაღაცის სამმართველო მამის გამო დამაჯარიმოს, ეს როგორ უწოდე მასო, მაგრამ ასე უნდა ვთქვა, აბა სხვაგვარად როგორ მოიქცევა პატიოსანი კაცი ჩვენს დროებაში. შალვა პაპუაშვილმა ბიზინა ივანიშვილის წანაზარდამდე, პაპუაშვილამდე წანაზარდამდე უნდა ჩამოვიდე. 91 წლის წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 91 წლის 26 მაისს პრეზიდენტი ზვიად საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია გახდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ საყოველთაო არჩევნები ჩატარდა პრეზიდენტისა და იცით თქვენ 26 მაისიდან ითვლება სწორედაც რომ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია პირველ პრეზიდენტად და უკვე შემდგომ რუსეთმა დაგეგმა საქართველოსამდეც, მაგრამ უკვე შემდგომ განსაკუთრებით დაგეგმა რევანში საქართველოს. ეს ყველაფერი ცნობილია, ამ რევანშის ეპიზოდების გახსენება რასაკვირველია შეიძლება. 1-ის, 2-ის, 5-ის, 17-ის, 47-ის, 115-ის, ავით ბევრის. რასაკვირველი. ამასთან ეს რევანში საქართველოზე არ დასრულებულა არც 92 წლის 6 იანვარს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ დატოვა საქართველოს იძულებით, ანუ რუსების სპეცოპერაციის შედეგად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება მონაწილეები დღეს ვინც არის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ასპარეზზე მათგან გავიხსენოთ მონაწილეები. ასე მაგალითად გოგა ხაინდრავა. გოგა ხაინდრავა არის სახელმწიფო გადატრიალებელი. პუტშის ერთ-ერთი ავტორი, ან თანაავტორი, თუნდაც ასე ვთქვათ. მოკლედ ეს რევანში საქართველოზე 92 წლის 6 იანვარსაც არ დასრულებულა და შევარდნაძე ჩამოვიდა მარტში 92 წლისა და შევარდნაძის წინააღმდეგაც გაგრძელდა ეს რევანში კერძოდ. დაიწყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი 92 წლის 14 აგვისტოს, რომელიც გაგრძელდა ცხელი ომის ფაზა, გაგრძელდა 93 წლის 27 სექტემბრამდე. 27 სექტემბერს დავკარგეთ ჩვენ დროებით რასაკვირველია აფხაზეთი და დავკარგეთ აფხაზეთი, მერე იყო ჭუბერის გზა, მერე და მანამდე იყო მოლაპარაკებები, მათ შორის SNG-ში საქართველოს შესვლა. აქაო და იმის გამო რომ რუსეთი დაგვიბრუნებდაო SNG-შიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. DST-შიც კი შევედით ჩვენ აქაო და რუსეთი დაგვიბრუნებდა ჩვენ, დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსო, იმ ხანად უკვე აღარ იყო სახელდებული ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად. ამასობაში 93 წელს მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება, ამასობაში 93 წლის მიწურულს მოკლეს ზვიად გამსახურდია, ამასობაში გაამყარეს და გაამაგრეს ედუარდ შევარდნაძე. ამ სამოქალაქო ომის დროს მიახმარეს მას ბალტინის ჯარი და ამის შედეგად მოიგო ედუარდ შევარდნაძემ რასაკვირველია ბრძოლები ზვიად გამსახურდიასთან და ყველას ჰქონდა დაგომისის მოლაპარაკებების დროს თუ შემდეგ, მოსკოვის მოლაპარაკებების დროს თუ შემდეგ, სხვა ქალაქებში მოლაპარაკებების დროს თუ შემდეგ, ყველას ჰქონდა მჟუტავი იმედი, რომ რუსეთი ადეკვატური იქნებოდა და რუსეთი დაგვიბრუნებდა ჩვენ ასე მაგალითად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, აფხაზეთის რეგიონს. მაგრამ აქ იგითხარით, ეს იყო რეალურად სახელმწიფოთა შორისი ომი, უბრალოდ აფხაზები კლიანად მეთქი ასე ვიტყვით უგნებავთ, ან ერთი მუჭა აფხაზებით უგნებავთ ასე ვთქვათ. სულ ერთია როგორ ვიტყვი, გამოიყენეს რუსებმა იმისთვის, რომ საქართველოზე ხსენებული რევანში მოეხდინათ. ხომ ყველა ვიცით ეს ყველაფერი. ედუარდ შევარდნაძეს კიდევ კარგა ხანი, ვინიცის და კარგა ხანი ჰქონდა იმედი იმისა, რომ რუსეთი ადეკვატური სახელმწიფო იქნებოდა, მაგრამ რუსეთი დაავადებულია იმპერიალიზმით. რუსეთი ავადმყოფი, რუსეთი როგორც სახელმწიფო ავადმყოფი სახელმწიფოა, რომელიც არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მისი საზღვრები ფართო და ვრცელია. რაც უფრო ფართო და ვრცელია, მით უფრო არსებობს. ასე ვიტყვი და ეს მოსკოვში შესანიშნავად იციან. აკი ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ყოფილი საბჭოთა კავშირისა ვითარებები არიონ და მათზე რევანში მოახდინონ, ანუ მათზე იზიონ შური, განსაკუთრებით შურს საძიებელ ქვეყანათა შორის გასაკვირველია გამორჩეული ყოველთვის იყო საქართველო, რომელიც უკრაინელები არ მიწყევენ, არც აზერბაიჯანელები, სომხები, მოლდოველები თუ სხვა ეროვნებების თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ჯერ კიდე ზვიად გამსახურდია აზროს, რომელმაც ბალტიის სახელმწიფოები არ იგულისხმება, რომელმაც ხელ უკუღმა აარტყა რუსეთს და თქვა, რომ მე შენთან აღარ მინდა, იმიტომ რომ ის 70 წელი და რეალურად გაცილებით ბევრი მე ტანჯვისა და ვაების გარდა არაფერი მინახავს, არაფერი მახსოვს შენგან და ეხა თუ გნებავთ ჩავძვრები და ჩავუღრმავდები ისტორიას 1801 წელი, 1805 წელი, 1811 წელი ავტოკეფალიის ბევრი და მის გახსენება შეიძლება და ბევრი წინააღმდეგობის გახსენებაც შეიძლება, რომელთაგანაც აბსოლუტური უმრავლესობა მარცხით დასრულდა. ჩვენთვის ვაღიარებთ, მაგრამ 1918 წელს არ დასრულებულა მარცხით ჩვენი ბრძოლა. და მე უკვე 1921 წელს რევანში აიღეს ისევ და ეს რუსეთი არის ჯოჯოხეთური იმპერია, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობას ვერ იტანს. ედუარდ შევარდნაძესაც კი ვერ იტანს, არათუ ზვიად გამსახურდიას და თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მერაბ კოსტავას, რომელიც დარწმუნებული ვარ რუსეთმა მოკლა. და ზვიად გამსახურდიას, რომელიც დარწმუნებული ვარ რუსეთმა მოკლა. არამედ ვერ იტანს ედუარდ შევარდნაძესაც კი მე ღრმა და ვარ დარწმუნებული კი არა, ასეც არის ნამდვილად რომ ორივე ტერაქტი 95-ში და 99-ში ედუარდ შევარდნაძეს მოუწყო რეალურად რუსეთმა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო შემსრულებელი. თუმცა შემსრულებლები ვინც იყვნენ, ისინი ერთ შემთხვევაში მინიმუმ ისინი ქართულგვარიანი რუსებიც რომ იყვნენ. ესეც მნიშვნელოვანი დეტალია, ანუ არსებობენ ქართულგვარიანი რუსები, ყოველთვის არსებობდნენ. მე-19 საუკუნეშიც არსებობდნენ, მე-20 საუკუნეში სერგო ორჯონიკიძე თუ მიხა ცხაკაია თუ მამია ორახელაშვილი ქართულგვარიანი რუსები იყვნენ, სტალინზე რომ აღარაფერი თქვა. მე-20 საუკუნის საბჭოთა პერიოდში ქართულგვარიან რუსებს რა დაალევდა, მათ შორის ჩუმად მყოფებს, მაგრამ არაორდინალურ ვითარებაში სწორედაც რომ რუსეთისთვის სასარგებლოდ მოქმედებს, მათ შორის შემოქმედებით ინტელიგენციაში, მათ შორის მწერალთა კავშირში, მათ შორის ცნობილ მწერლებსაც. ახლა გვარებს არ დავასახელებ თქვენის ნებართვით იმ პირებისა, რომლებსაც თანამედროვე დურუები იცავენ. დურუ ვინ არის? კი იცით თქვენ. დურუ, ცნობილი დურუ, ერთადერთი პრინციპში სხვა სახე, სხვა გვარის ადამიანი ამ სახელით მე არ მახსენდება დურუ, ხურცილავა იგულისხმება. მოკლედ, ამ გვარები იყვნენ საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, ქართულგვარიანი რუსები. არა, რაღა მიფიქრეთ, რომ მე ნოდარ დუმბაძეზე გადავკარი სიტყვა, ის არ იყო ქართულგვარიანი რუსი, გასაკვირველია, თუმცა ერთი ედუარდ შევარდნაძესთან, განსაკუთრებით კომუნისტების დროინდელ შევარდნაძესთან, კარგად შეხმატკბილებული გურული კაცი იყო. ჩემი მოსაზრებით საშუალო, ან მეცაც გეტყვით, საშუალოზე დაბალი ხარისხის ავტორი, მწერალი, რომლის კარგი არის საუკეთესო ნაწარმოები, არ გაგვახსნა, მაღალი დონის ნაწარმოები, პირადად მე არ მახსენდება, მომიტევეთ და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ვითომ გაიზარდა რაღაც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე. გავანებოთ ეხა თავი, ამას მე არ დავცილი, არც გარდაცვლილ ნოდარ დუმბაძეს, არც არავის დავცილი, არც არავის რაღაცა ვიგდებ და ასე შემდეგ, უბრალოდ ჩემი პერსონალური აზრია ეს. კარგით, თან დუმბაძეზე ხო არ ვლაპარაკობთ. შევლაპარაკობთ რუსეთზე, რომელიც ასეთი ჯოჯოხეთური იყო მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში და 92 წლიდან ხომ მით უმეტეს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი 91 წლის მიწურულს რომ დაინგრა, მანამდე ბერლინის კედელი დაინგრა, იცით თქვენ. იმ პერიოდიდან საბჭოთა კგბ-მ, რომლის სამართალმემკვიდრე და მემკვიდრე არის დღევანდელი FSB, რომლის თანამშრომელიც იყო პუტინი, დაიწყო ფიქრი რევანშზე და ფიქრი დასჯაზე ამა თუ იმ რესპუბლიკისა, მათ შორის კიდევ ერთხელ ვიტყვი საქართველოს რესპუბლიკისა, საქართველოს ხალხისა, ქართველი ხალხისა, განსაკუთრებით რამდენადაც ქართველი ხალხი იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პირველი, ვინც ხელუკუღმა აარტყა რუსეთის ფედერაციას იმპერიას. აკი დაგვსაჯეს კიდეც აფხაზეთში მოგვიწყეს პროვოკაცია, ეს იყო სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი და ასე მოვდივართ უკვე რამდენი ხანია. ედუარდ შევარდნაძე განიხიბლა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რუსეთით დაახლოებით 90-იანი წლების შუა პერიოდში, 95-ში, 96-ში, 97-ში უფრო.
და 99-ში მით უმეტეს, როდესაც ნატოს კი არა ეუთოს სტამბულის სამიტი ჩატარდა 2002-ში, როდესაც მან პრინციპში მიიღო ერთგვარი სუბუქი დაპირებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს თუ სწორად ივლიდა ნატოს წევრი სახელმწიფო გახდებოდა, 2003-ში ედვარდ შევარდაძე დასრულდა, 2003 წლის შემდეგ ამ ხრივ დროშა აიღო ასპარეზზე გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, იყო ბრწყინვალე ბუქარესტის სამიტი 2008 წელს დატოსთან მიმართებაში თუ მაინც და მაინც, მაგრამ რუსეთი არ ჩერდებოდა, ესეც ფაქტია და 2008 წელს რუსეთმა მორიგჯერზე დაგვსაჯა მეტი სუვერენიტეტისათვის. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც თუ რამეს წაიღებს, წაგღლებს, ხო? არ და არასდიდებით არ დაგიბრუნებს. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის შენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და რომელსაც ეს წართმეული ტერიტორიები სჭირდება მათ შორის იმისთვის, რომ ამ ქვეყნების, ამ შემთხვევაში საქართველოში და სხვა შემთხვევაში მაგალითად უკრაინის საგარეო კურსი შეცვალოს. ეს გარდაულად მნიშვნელოვანია რუსეთისათვის, რომ ეს ბლიჟნიე ზარუბეჟი, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და ვინც ის და უფრო ფართოდაც მის გვერდით იყვნენ, მის ყურადღების ცენტრში კი არ იყვნენ, ხო? მისი საპატრონოები იყვნენ, მასთან ერთად იყვნენ, თლად ზუსტად რომ ჩავავაყალიბო, ასე ჯობს ალბათ. რუსეთი ამ ტერიტორიებით ვაჭრობს და გეუბნება, რომ იცი რა არის? შენ თუ ამ გზას დაადგები, მე წაგართმევ, საბოლოოდ წაგართმევ და ასე შემდეგ. 2008 წელი ვახსენე. 2008 წელს მოხდა კონფლიქტი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რაღაცა ჩავთვალოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაუშვა შეცდომა, თუმცა რასაკვირველია, ეს ასე არ არის. მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, უბრალოდ უპასუხა რუსებს, რომლებიც 8 აგვისტომდე გაცილებით, 7 აგვისტომდე გაცილებით ადრე იყვნენ შემოსულები ჩვენს ქვეყანაში. უპასუხა და ასეც უნდა მოქცეულიყო. ეს არის სწორი საქციელი, ნებისმიერი თავმოყვარე, ნებისმიერი დამოუკიდებელი, ნებისმიერი თვითმყოფადი, ნებისმიერი ღირსეული ან ღირსეულობა რომ უნდა იმგვარი ქვეყნის ლიდერისა, პრეზიდენტისა, ვერ რამეში შეიძლება აკრიტიკო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ სრული რუსული ნარატივია, როდესაც აკრიტიკებს შენ ედავები მას ომის დაწყებაში ან ომის არასწორ წარმოებაში, განა იმიტომ რომ შეცდომები არ იყო დაშვებული, ალბათ იყო, მაგრამ მე რა გამგევარ მაგისა. მაგრამ რუსეთი კიდევ უფრო ჯოჯოხეთურია, არა მარტო იმიტომ, რომ ჭყალებში დაიცვა სამხრეთ ოსეთი. არამედ კიდევ უფრო ჯოჯოხეთურია, იმიტომ რომ აი აფხაზეთის მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი არ მომხდარა, არ ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილს არავისთვის შეუტევია იქითკენ ნაციონალური მოძრაობას, ანუ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, მაგრამ რუსეთმა დროი ხელთა და აფხაზეთის კოდორის ხეობას, ემო აფხაზეთის სწორი სახელდებაა ეს. სწორი ტოპონიმიკაა, სწორი სახელწოდება, ისიც დაიპყრო დამატებით, ვერ შედიოდა ამ ხნის განმავლობაში, ანუ 93-დან მერე 2008-მდე და 93-დან 2008-მდე 15 წელი რო ვერ შედიოდა, მერე უკვე შესვიდა და ზემო აფხაზეთიც, ანუ ის სოფლები, რომლებიც კოდორის ხეობაშია, დაიპყრო დამატებით. ესეც გამოიყენა, მაგრამ კიდევ უფრო მზაყვარია რუსეთი, როდესაც რუსეთმა თქვა, რომ ამ რესპუბლიკებს, ამ წარმონაქმნებს მე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაცხადებ. და აღიარა და სხვებსაც საკუთარ პროქსი მომხრე სახელმწიფოებს, აი მაგალითად სირიას, თუმცა კარგად არ მესმის, დღემდე რატო არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ მესმის, რატო არაფერს არ აკეთებს საქართველოს დღევანდელი მთავრობა წოდებული იმისათვის, რომ სირიამ უარი თქვას აფხაზეთის რასახელვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, კიდევ რამდენიმე კუნძულ ვითომ სახელმწიფოს, კიდევ ვენესუელას, აი მადურო რო იყო, მადურო რო იყო ხელმძღვანელი. იმათ აღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთი არაფერს დაგითმობს თავისი ნებით. თუ დაიპყრო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ შენ წინააღმდეგ ეს დაპყრობილი ტერიტორიები და მისი იღლიის ქვეშ აღმოჩენილი ხალხები გამოიყენოს. იმიტომ რომ შენ საგარეო კურსი შეგაცვლენოს და შენ თუ საქართველო ხარ გრუზიად გარდაქმნას, გრუზიად გაქციოს. 2012 წელს მას შემდეგ, რაც 2008 წელს ვერაფერს გახდა რუსეთი პრინციპში, იმიტომ რომ საქართველო მთლიანად ვერ დაიპყრო
რასაკვირველია, მთლიანი საქართველოს დაპყრობა უნდა და 2012 წელს მან კიდევ ერთი ამჯერად soft რბილი სპეცოპერაცია ჩაატარა საქართველოს წინააღმდეგ იმიჯერზე და საქართველოს ხელისუფლების თბილისში, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოიყვანა კაცი, რომელიც თითქოს ვიღაცეებისთვის სწორს ამბობდა, მაგალითად ამბობდა, რომ საქართველოს ნატოში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ რეალურად თურმე სპეცოპერაციის აქტორი და არა ავტორი ბიზიდა ივანიშვილი ეს step by step ნაბიჯ ამზადებდა საქართველოს, ემზადებოდა თავადაც და ამზადებდა საქართველოს, რომ თბილისად გვედურთა თავი რუსულ სივრცეში. ეს ვიღაცისთვის საცნაური იყო, ვიღაცისთვის გასაგები იყო, ვიღაცა იოლად მიხვდა 2012 წლამდე თუ 2012 წელს ვიღაცა გვიან მიხვდა, ვინც დღემდე ვერ მიხვდა ამას. ის არის სწორედაც რომ ირიბი ვაპატიეთ და აგენტი რუსეთის ფედერაციისა. ირიბი აგენტი ან სასარგებლო იდიოტი რუსეთის ფედერაციისათვის და ბიზიდა ივანიშვილისათვის. ბიზიდა ივანიშვილმა რომ მოვიდა ხელისუფლებაში დაიწყო კი რა თქვა ამგვარი რამ რომ მე დავალაგებ რუსეთთან. რუსეთი ჩვენ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს. რუსეთთან მოლაპარაკება, დიალოგი კიდევ შესაძლებელია. რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელთანაც შერიგება, ურთიერთობის დაალაგება, შერიგება შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ბიზინას ერთხელაც ისიც კი აქვს და თქვი რომ კარგად არ მესმის, რატომ უნდა იყოს ტრად მოკიდებულიო შინაარს გადმოგცემთ საქართველოზე რუსეთის ფედერაციაო და ღონია და დღემდე ღონია ბიზნეს ივანიშვილს რომ თუ საქართველოს კურსს თავისით შეცვლა რიტორიკას გამოასწორებდა და კურსს შეცვლა რუსეთი საქართველოსკენ გამოიხედავდა და ხსენებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს თავისით დაგვიბრუნებდა, ანუ ხონჩით მოგვართმევდა. მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს, არა თუ ამას არ აკეთებს, რუსეთი რეალურად კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ღმერთმა უწყის ითხოვს მაგალითად იმას, რომ საქართველოს მერდგარად აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სამხრეთ ოსეთის და მაგალითად ამბობს იმას, რომ საქართველოს თბილისმა ოფიციალურმა უნდა მოაწეროს ხელი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთელებთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას, რაც ერთგვარად ირიბი აღიარება იმ წარმონაქმნებისა და იმ წარმონაქმნებში არსებული სეპარატისტული ხელისუფლებებისა. ბიზიდა ივანიშვილის კი ვერ რისკავს ამას ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე. სწორედ ბიზიდა ივანიშვილს სწორედ რუსეთმა დაავალა ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე ამგვარი სიტყვის თქმა. მოუხადეთ ბოდიში აფხაზ და ოს ხალხებს, მათ ხელისუფლებებს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რეალურად კი ჩვენ მოგვიხადეთ ბოდიში 2008 წელს მომხდარისა და გამო. ბიზიდა ივანიშვილმა თქვა, სიტყვა სიტყვით ვიმეორებ პრაქტიკულად ჩვენ უნდა გამოვნახოთ ძალა, რომ ბოდიში მოუხადოთ ოსებსა და აფხაზებსო და ეს იქნება რაღაც გადადგმული ნაბიჯიო და ყველაფრის შეტენვა რუსეთის დავალებით რასაკვირველია გადაბრალება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის. ესეც ფაქტია. მაგრამ რუსეთი აქეთ არანაირ ნაბიჯს არ დგამდა და არც გადმოდგამს არც არასოდეს. რუსეთს სჭირდება სუსტი საქართველო, იმიტომ რომ სუსტი საქართველოს კურსის შეცვლა, სუსტი საქართველოს იძულება, რომ სუსტმა საქართველომ მისი, ანუ სარუსეთო პოლიტიკა გაატაროს, გაცილებით იოლია, ვიდრე ძლიერი საქართველოს შეცვლა, ან ძლიერი საქართველოს ბიძგება თუ იძულება, რომ ძლიერმა საქართველომ გაატაროს რუსეთისათვის სასარგებლო კურსი, რაც არ უნდა შემოუტიოს რუსეთმა თუ კონვენციურად და თუ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტები. ამიტომაც ბიზიდა ივანიშვილმა დაიწყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის მორღვევა, დასუსტება, დეინსტიტუციონალიზაცია, დესაქართველოიზაციას უწოდებ ამ ყველაფერს. და დღეს არ არსებობს არც ერთი, ანუ ერთი კინკილა კი არა, არც ერთი სფერო არ არსებობს, რომელშიც საქართველო არ არის დასუსტებული, რომელშიც საქართველო არ არის რუსეთისკენ მიმავალი, რომელშიც რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ატარებს ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო ხელისუფლება. ანუ, როდესაც ამგვარი ვითარება ამას დაუმატეთ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მიბმულია რუსეთზე თავიდან ბოლომდე. როდესაც რუსულ ტურიზმზეა დამოკიდებული ჩვენი ტურიზმის 80% რუსეთიდან ტურიზმზე. როდესაც ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80-90%-ისთვის სწორედ რუსეთის ბაზარია. ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო თავისუფალი ხელშეკრულება გვაქვს, ევროკავშირისკენ არავინ იხედება. როდესაც სწორედ ევროკავშირს აგინებს ყოველი მეორე ვინ გინდა რა საქართველოს ხელისუფლებიდან.
როდესაც ამგვარი რაღაცეები ხდება, საქართველო ხდება მოწყვლადი, ცუდი სიტყვა, მოკლედ მოსაიღლიავებელი, მოსანადირებელი ქვეყანა რუსეთის, რომელიც კიდევ ერთხელ და 255-ით გავიმეორებ, 455-ით გავიმეორებ, არამც და არამც არაპირებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ანუ ჩვენთვის ხონჩით მორთმევას, ჩვენ თუ არ წავღლებთ რუსეთს, არ წავართმევთ რუსეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ყველაზე უფრო დასუსტებული რუსეთიც კი, უკრაინის ომში თქვა დასუსტდა და რუსეთი დასუსტდება, რასაკვირველია, არ და არასდიდებით არ დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, ანუ სამხრეთ ოსეთს, ანუ ცხინვალის რეგიონს. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. ყველამ გაიგო ეს მსოფლიოში. ყველამ გარდა თქვენის ნებართვით ვიყრი ასე 15, 20, 50, 150 ან 598 ხელისუფალისა ან ხელისუფლებასთან მიბმული, გადაჯაჭვული პირებისა. აი მაგალითად ხელისუფალი სულაც არ არის, ვინ დავასახელოთ ახლა. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. ხსენებული გოგა ხაინდრავა ხელისუფლებაში ხომ არ არის, მაგრამ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვულია, იმიტომ რომ იკვებება ხელისუფლებისაგან და გოგა ხაინდრავამ ეს ვერ გაიგო და არ გაიგო. მიზესთა გამო ნუღარ ჩაავუღრმავდებით ახლა ამ საკითხს. მაგრამ გოგა ხაინდრავამ რომ ეს რომ ვერ გაიგო, ეს ერთი ამბავია და ცუდი ამბავია, მაგრამ გოგა ხაინდრავების ნაირები რომ არიან ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი 99% პრაქტიკულად რასაკვირველი არ მონაწილეობდა 92 წლის, 11-12 წლის მოვლენებში, ანუ სახელმწიფო გადატრიალებაში. ეს არის დიდი ტრაგედია და ეს არის ცუდი ამბავი. აი მაგალითად დავიღახლა, უკვე უნდა ვახსენო კონკრეტულად ჩალვა პაპუაშვილი, მე დაგპირდით, რომ ჩალვა პაპუაშვილამდე მოვიდო პაპუაშვილამდე, ჩამოვიდოთ. ჩალვა პაპუაშვილი ამბობს, როგორც კი დავინახავთ, რომ არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად, როცა რუსეთთან ესკალაციაზე გვიბიძგებს რუსეთი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ბრიუსელი როცა გვიბიძგებს, ვთქვათ, ესე იგი თავიდან, როგორც კი დავინახავთ, რომ არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად, როცა რუსეთთან ესკალაციაზე გვიბიძგებს ბრიუსელი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ანუ გამოდის, რომ ბრიუსელი, ანუ ევროპა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიბიძგებდა, რომ ჩვენი გვიბიძგებდა შვიდობისაკენ, გვიბიძგებდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგისაკენ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან გვიცავდა ჩვენ, ან ხორციელებდა უამრავ პროექტს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და ხალხთა შორის ნდობის აღდგენისათვის, რომელიც არ აღიარებდა რუსეთისაგან განსხვავებით და რუსეთის პროქსი სახელმწიფოებისაგან, ჩალვა პაპუაშვილისთვის საყვარელი რუსეთისაგან განსხვავებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ახლა გამოდის, რომ ჩალვა პაპუაშვილი, როგორც ხელისუფალი ძალაუფლების გვერდხისმგებელი, მას ადანაშაულებს პრაქტიკულად ღიად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩაშლაში და რეალურად უჭერს მხარს რუსეთს. არადა კვლავ ვიმეორებ, რუსეთი არაფერს არ დაგვიბრუნებს ჩვენ არასოდეს. რუსეთისთვის რუსეთის ამოცანაა, რომ შენ ერთხელ კი არა, სამუდამოდ შეცვალო კურსი, შენ სამუდამოდ გარდაიქმნა გრუზიად, შენ და თუ იოტისოდენა შანსი არსებობს იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდება საქართველოიზაციის გზას, რუსეთი კიდევ უფრო მეც და უარეს იზამს, რომ ვიცოდეთ, მაინც ჩვენს წინააღმდეგ. ეხლა ნახეთ, რას ამბობს, აგრძელებს პაპუაშვილი. ბრიუსელის ხათრით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ ავყვებით. ანუ ბრიუსელი თითქოს ჩვენ გვეუბნება, რომ არ აღადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო. და აი რუსეთი კი გვპირდება, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღგვიდგენს. რეალურად ეს არის ტყუილი. რეალურად რუსეთი ჩვენ გვთავაზობს ყველაზე კარგ შემთხვევაში და კატასტროფაა რასაკვირველია ესეც, არა ფედერაციულ მოწყობას, არამედ კონფედერაციას. კონფედერაცია არის, როდესაც სამი სუბიექტი, რამე სამი ნივთი მჭირდება, ავიღოთ სამი ნივთი, სამი თანაბარ ძალოვანი სუბიექტი, ერთი საქართველო, მეორე აფხაზეთი და მესამე სამხრეთ ოსეთი აწერენ ხელს კონფედერაციულ ხელშეკრულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა, მაგალითად სამხრეთ ოსეთმა, რომ თქვას, რომ მე კონფედერაციის წევრობა აღარ მინდა, ის თავისუფლად გავა კონფედერაციიდან და დარჩება ორ და ასთავარია გავა კანონიერად კონფედერაციიდან
და დარჩება ორი სუბიექტი, საქართველო და აფხაზეთი. რუსეთი სწორედ ამას გვთავაზობს, რომ სამ სუბიექტიანი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ისიც ჩვენთვის, სამ სუბიექტიანი კონფედერაცია შეიქმნას, რომ უკვე შემდგომ კანონიერი იყოს გასვლა აფხაზეთისა ან სამხრეთ ოსეთისა. და უკვე კონფედერაცია დაიშალოს კანონიერად და მე უკვე შესაბამისად არაღიარების პოლიტიკას როგორც ასეთი ჩაიშლება. საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ რისკავს. ქართული ოცნების ხელისუფლება გულახდილად გეტყვით, საკვირველი არ ვაქებთ, მაგრამ შესანიშნავად ხვდება რა, რომ სოფლიო თანამეგობრობიდან და პირველ ყოვლისა დევნილებიდან და საქართველოს მოსახლეობისაგან ეკნება ძაფრი რეაქცია დახვდება მას, ამიტომ ბიზინა ივანიშვილი ამაზე ვერ მიდის, მაგრამ რუსეთის სხვას არაფერს რომ არ გვთავაზობს, ესეც ფაქტია. მაგრამ შალვა პაპუაშვილს ამას ხო ვერ გააგებინებ. შალვა პაპუაშვილი წარმოაჩენს ისე, თითქოს ჩვენ რუსეთი შემოგვეხიდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ახლა მე მაქვს კითხვა, როგორ შემოგვეხიდება? აი დავსვათ კითხვა, არ არის ამაზე პასუხი. დაგვიბრუნებს? არ დაგვიბრუნებს, რასაკვირველია. გვაჩუქებს? არ გვაჩუქებს, რასაკვირველია. რომც მოინდომოს წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც იმ აფხაზებს, რომლებიც მოწამლა რუსეთმა ქართველების წინააღმდეგ. იმ აფხაზებს უნდათ კი საქართველოში დაბრუნება? საქართველოსთან თუნდაც კონფედერაცია, არათუ ფედერაციული მოწყობა ან ფართო ავტონომიური უფლებებით არსებობა. უნდათ კი ან სამხრეთ ოსეთელებს, როცა დამოუკიდ წყალებში დამოუკიდებლობა თუნდაც არავისგან აღიარებული აქვთ მოცემულ ეტაპზე. არ გამოდის ეს, არ გამოვა ეს, მაგრამ შალვა პაპუაშვილი გატყუებთ იმიტომ, რომ შეგნებულად გააშავოს ბრიუსელი, როგორც ვითომდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტერი, ასე წარმოაჩინოს, ხოლო რუსეთი ჩვენი მარადიული და გახანგრძლივებული და მარადიული მტერი წარმოაჩინოს მოყვარეთ, რომელიც რაღაცას დაგვითმობს, რაც ტყუილი. ესეც რუსული დავალებაა, მეთქი თუ ამას ვიტყვი. გამიჯავრდებიან ან ეწყინებათ ან არ მოიწონებენ ან რა ვიცი რას ღმერთმა უწყის რას იზამენ, ხო? და იტყვიან რომ იცით რა არის, შალვა პაპუაშვილი არ არის რუსეთის აგენტი. გამოდის რომ აგენტი. იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ვინმე კურატორი ყავს მოსკოვში FSB-ში, რომელიც ცდილობს ლამობს საბჭოთა კავშირის აღდგენას 91 წლის მიწურულიდან. რევანშს, ხო? რომელიც რევიზიონისტულია, რევანშისტულია, ზოგადად რუსეთი, კრემლი, მისი ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერი განჭტოება. ხო? არ ვიცით, ივანოვი არის თუ არა, პეტროვი არის თუ არა, შალვა პაპუაშვილის კურატორი მოსკოვიდან, მაგრამ რასაც ამბობს, ეს ავტომატურად რუსეთის თამაში. ეს კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ. დასავლეთი თუ შეაჩერდა ამის შედეგად, ამ კონკრეტული განცხადების შედეგად კი არა. ზოგადად ამ პოლიტიკის შედეგად დასავლეთმა შეიძლება გადახედოს, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო არაღიარების პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი აუცილებლად შეცვლის ამ პოლიტიკას, ანუ მე მაინც მგონია, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, დამოუკიდებლად იმისა, რა სილაპარაკებს თბილისი, მაგრამ რეალურად თუ საქართველოს ხელისუფლება არის არადემოკრატიული, თბილისში სხედან არადემოკრატები, ავტორიტარები, რუსეთისკენ ზერაგდან ნაბიჯგაპარულები და ასე შემდეგ, ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას როგორც ასეც ნაკლებ ყურადღებას მოაქცევს დასავლეთი. აი ამას მივიღებთ შედეგად, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ბანდიტსკი თბილისს და ბანდიტსკი ქუთაისს, ბანდიტსკი და რუსულ ამასთან რუსულ ბანდიტსკი ბათუმს და კიდე რა ვიცი ზუგდიდს და თელავს და რას არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სრულ ჯოჯოხეთში გვაყოფებს და აღმოგვაჩენს ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ამოცანაც არის საქართველოს სრული დესაქართლოიზაცია. ესეც კიდევ ერთხელ დახაზგასმით უნდა ვთქვა. ამ თამაშობით, რომ დასავლეთი მტერია და რუსეთი მოყვარე, ჩვენ სრულ ხარაკირს ჩავიტარებთ. ჩვენი სახელმწიფოს განადგურება გარდაუვალია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რუსეთი არაფერს არ დაგვიბრუნებს, აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ შალვა პაპუაშვილი და არა მარტო არაფერს არ დაგვიბრუნებს, არამედ კიდევ უფრო მეც წაგვღლეთს და წაგვართმევს. კონფედერაციასაც არ შემოგთავაზებს, გააგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერას, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და ცხინვალის რეგიონს ეგრა მაგის პასუხია ჯერ საერთოდაც დაიპყრობს, ანუ ანექსიას მოახდენს, აფხაზეთი ჯერ ვერ უბედავს ამას და ჩვენ აღმოჩნდებით კიდევ ერთხელ უმძიმეს მდგომარეობაში. თუ გაგრძელდება გინება ოფიციალურად წოდებული თბილისის მხრიდან დასავლეთისა. ეს რომ ვიცოდეთ.
გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.